გამარჯობა. დღეს ცოტა განსხვავებული ვლოგი მექნება. მივდივარ ჩემს ძმასთან, რომელიც 9 წელი არ მყავდა ნანახი და წელს უკვე მეორედ უნდა ვნახო. და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის ამ ქვეყნად. ჩავეხუტებით ჩემს ძმისშვილებს, ჩემს გალს, ყველას და მოვისიყვარულებ და ახალ წელს შევხვდები მათთან ერთად. ძალიან მინდოდა გადამეღო თან როგორ ვარგდები და თან რაღაცები მეჭორავა, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ იოანი არ იყო დღეს მთელი დღე კარგ ხასიათზე. მაგრამ გზაში შემიძლია მოგიყვე რაღაცებით. შემიძლია მოგიყვეთ რაღაცები. დღეს შობა და კაცი შვილი არ არის აეროპორტში. ნახევრად სარიელია ფაქტობრივად. მოკლედ, ვიდრე ჩასვლამას ველოდებით მე და იოანე ეს აქ ერთობა. სად მიდიხარ ძიასთან? ცოტას მოგიყვებით რაღაცებს. ხომ იცით ყველამ ჩემი მიზანი რისთვისაც ჩამოვედით აქ იოანეს რეაბილიტაციებისთვის. უკვე ბორჯელ მაქვს ნათქვამი. მოკლედ, ჩვენ ყავს საქართველოში ერთი უსწაყვარლესი ნეიროქირურგი. ხორბალაძე ლიკა. გამარჯობა ლიკა ექიმო. რომელმაც ძალიან კარგი ექიმი გვირჩია ტორონტოში. ფაქტობრივად ვის გამოც ჩამოვედით აქ, რომ ვანახოთ ამ კაცს იოანე. და რომელთანაც ვცდილობთ, რომ ჩამოვიდეთ უკვე 2 წელიწადია, მეტი, 3 შეიძლება ითქვას. ხო და ესეთი რაღაც მოხდა, რომ 5 თვის წინ ჩემს ძმასთან რომ ვიყავი ტორონტოში ჩასული, იოანეს მოულოდნელად დაემართა ეპილეფსია. პირველი კრუნჩხვა ჰქონდა მთელი მის ცხოვრების მანძილზე. ეს მოხდა მაინც და მაინც იქ, მაინც და მაინც ტორონტოში. და ეს მოხდა ძალიან მოულოდნელად. რა თქმა უნდა, წავედით ეგრევე საავადმყოფოში შეგვეშინდა, იმიტომ რომ ბავშვს ძალიან ცუდად გაგვიხდა. და რომ მივედით, ის ახლო კლინიკა იყო ჩვენს სახლთან. და წაგვიყვანეს, იქიდან გადაგვამისამართეს, სასტრაფოთი წაგვიყვანეს პირდაპირ იცით სად? იმ კლინიკაში. რომელი კლინიკის გამოც მე ჩამოვედი აქ. ფაქტობრივად იოანემ თავისი ფეხით მიგვიყვანა იქ, სადაც გვინდოდა რომ მივსულიყავით. გამოიკულიეს აბსოლუტურად ყველანაირად. დაგვტოვეს რამდენიმე დღე. სანამ დავადგენდით იმას, რომ ეს იყო ეპილეფსია, რომ გამოერიცხათ ყველაფერი, გაუკეთეს ყველანაირი კვლევები, ყველანაირი ანალიზები, აბსოლუტურად ყველაფერი. თავიდან სითხე ამოუღეს, გაუშვეს ანალიზზე. მოკლედ, რასაც კი ვერ ვინატრებდი, ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეს. სამწუხაროდ ის კაცი, რომელთანაც ჩამოვედით და ჩვენი სურვილია რომ მივიდეთ, არ დაგვხვდა. იყო შვებულებაში გასული. კონკრეტულად მე რაც მაინტერესებს იოანეს შესახებ, თუ რა გზას უნდა მივმართოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყოს სიარულისთვის. ამ თემაზე ვერ ვისაუბრეთ. მხოლოდ შემოვიფარგლეთ კვლევებით. თუმცა ჩამწერეს ამ კაცთან და ეს ხდება აგვისტოს თვეში და ჩაგვწერეს, აბა თუ გამოიცნოთ როდის იანვარში, 14 იანვარს. რა თქმა უნდა. და ეხლა სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივდივართ ტორონტოში, არის ეს. უნდა ჩავიდეთ და იოანე მივიყვანოთ იმ ნანატრ კლინიკაში, იმ ნანატრ ექიმთან, ვისთვისაც ფაქტობრივად ჩამოვედით. ნახოთ რას გვეტყვის. არ ვიცი, რას ველი მეცდანაც არ ვიცი, მაგრამ კარგის მეც არაფერს. აუცილებლად გადავიღებ ამაზე ცალკე კიდე კლინიკასაც დაგათვალიერებინებთ, რადგან მაშინ იმდენად განერვიულებული ვიყავი, რომ ვერაფერი ვერ გადავიღე იმ კლინიკაში, არა და მიჯერეთ ბევრია იქ გადასაღები. ხო და ვნახოთ, შემდეგ ვლოგს გადავიღებ ამაზე, თან ყველაფერს მოგიყვებით, რას მეტყვის იოანეზე. მოკლედ, ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს, როგორც წეგავთ, არის აქ შობა, 25 დეკემბერი. ხალხი მიდის ოჯახის წევრებთან სავარაუდოდ აღსანიშნად. ძალიან კარგი გარემოა, ყველაფერი ბრდღუიალებს. მე ტორონტოში რო ჩავალ, ღამე მიწევს ფრენა და ღამის ტორონტოსაც დაგათვალიერებინებთ. გადავიღებ ცოტას. საქართველოდან რომ მოვდიოდი კანადაში,
მარტო მოვდიოდი იოანესთან ერთად, იმიტომ რომ ჩემი ქმარი აქ იყო უკვე 1 წლის უნახავი ყავდა და გზაში მომიწია იოანესთან ერთად გამკლავება მარტოს და 19 საათი. ფაქტობრივად არც მეძინა, იმიტომ რომ მეშინოდა რამე არ დამორჩნოდა მის შუნს, ძალიან ნერვიულობდი მთელი გზა რომ მეძინა. მეთქი სუნთქაოს რა შვება, როგორ არის მამოწმები წამოუწუ. ვაიმე მარტობს ენა ბავშვთან ერთად არის, აი არ ვიცი, ძალიან საწვალებელი. ვინც დაფრინავთ ბავშვებთან ერთად მარტო, ოჩახ დედებო, ჩემგან დიდი რესპექტი თქვენ. სირბილი არ შეიძლება. გადა იღეთ თავად. მინე. აბა უთხარი, კაი დაგიო. Let's go. აი ხომოგეთ. უაი, გაუშვი. გაუშვი, როგორ მომაჭიდო. აი ხომოგიდა. ტორონტოში მედი მქონდა რომ დამხვდებოდა ბზე, მაგრამ დამხვდა აქაც თოვლი. მადლობა რომ იყურეთ, დამასაბსკრაიბით არ დაგავიწყდეთ და ნახვამდის.